ეს არის ჩემი საყვარელი კერძი ერთ-ერთი ხალხნო. წიწიბურა ხო იცით ძალიან მიყვარს და მე ბრინჯი არ მიყვარს საერთოდ, ხო იცით და თუმცა ხა ერთი რეცეპტი ვნახე ბრინჯით და ძალიან მინდა რომ გავაკეთო. აფრიკელი ხალის რეცეპტი ვნახე. ხო და ეგ მინდა რომ გავაკეთო ბრინჯის. მაინტერესებს მე მგონი ძალიან ხეცი გემრიელობა გამოვა. მაგრამ ზოგადად ბრინჯი არ მიყვარს და ის გრძელი ბრინჯები რა იმით კეთდება. უნდა ვიყიდო. ხო და აი ეს არის მე არ ვიცი პროსტა წიწიბურა ხო ყველანაირი მიყვარს. ოღონ მაწვნით და რძით არა აი უბრალოდ ხორცთან, ყველთან, რავი, ყველაფერთან. ოღონ აი მაწვნით და რძით. იმიტომ რომ ადრე დიეტა გამიკეთებია მაწვნით და მძულდა. მაგრამ შემაძულა, თორე ეგეც მომეწონებოდა ალბათ. ხა კარგად ამაურებ ცალი ხელი და მოკეთ ზღაპარია. პარკში ვართ. ქარიანი დღეა და ქართველი ბავშვები საერთოდ არ არიან პარკში როგორც ხედავთ. აი ერთი ბავშვია ეს და კიდე ეს ფოტკას რუსები არ აცდენ ესე იგნობას როგორც უნდა ამინდი იყოს. ნუ წვიმაში არ ვიცი და ხარიდან ნებისმიერ ამბში გამოდიან და სულ ასეირნებენ ბავშვებს. მერე კარფურში წავალ. წავიდეთ კარფურში და ვიდეო ევას ხვალინდელი დაბადების დღის ფართისთვის რაღაცები და მინდა რომ ევაც იყოს იქ. ანუ რომ იცოდეს რომ ევას დაბადების დღისთვის ყიდულობ და თან შევინახავთ, ოღონდ დღეს არ შევჭამ, შევინახავთ და ხვალე უნდა იყოს იქ. რომ იცოდეს და ელოდებოდეს. ფიქრობდი მარტო მე და მეთონიკი რამდენი წელს ვიყავით, მაგრამ მე ვფიქრობ აი ეს სინამდვილეში. ევამაც მიიღოს მე მონაწილეობა და ამიტომ მაგრამ მოვიფიქრე ბოლოს რომ ავუხსნი ესმის ამას ყველაფერი და აბა რა ვიყიდეთ? ჩიპსი, კოქტეილი, ჟელატინები, თორემ რაღაც უნდა გავაკეთო, არ ვიცი უნდა გავაკეთოს. ბუენო, ეს ყველასია. მარწყვის არ მიწამია. ეს უნდა და კიდე და ეს ამის. და 12.80 იყო. ღორის ხორცის აი ეს. გაკანდება. გავხსნათ აბა რა. და ეს და ეს უყიდე იკას, ვიდეთ საჩუქრად. გავხსენოთ მიეხება. მამა უყვარს უბრალოდ. აი ეს დაბადების დღე ჯერ არა აქვს, მაგრამ ივნისში ექნება და 99 ლარი იყო 100 ლარის ნაცვლად კახეთის ფირმის და რა ვიცი იმედია რომ გამოადგება. ხო, ასე. აი ჯერ არ ვარ სახში მოსული ხოლმე. ხაბატო ეს უკვე შეაკმოკალატებული და ძინა ასეთი კოწეღაფჩხილები აქვს სასწრაფოდ გასაკეთებელი ხვალამდე თუ მოვასწარი და კიდე ხორცი უნდა ჯერ პირველ რიგში ხორცი უნდა იმას ქნა გავრეცხო მოვაჭრა ტყავები და შევდო გამოსაცხობად და ფჩხილებს მივხედო და ამას ეგენი არ ინტერესებს ამას დედას და უნდა Потеряли, где ходишь? Ай, мокчет ყურადღება. არადეკვატური ხდები. აი, წავიყვანე თოკოსთან დავაწვინე და გადმოხდა გამოიქცა ის რომ გამომეკიდა მე. აბა ეხლა ეს ტყავები დავაცალოთ და გავამზადო. შესაძლოა. აი სამ. Show business. Super friendly, my Instagram. Agora posso meter no Instagram. Joda, merci, vamos ver agora. E mais que eu vou negócio, não. Só eu sou suspeita da mãe, tá bom? რაღაცა ძალიან ისე. როგორ გამოსწორა, მაგრამ ცხიმი აქვს. იმედია რომ ცხიმი გვიშველი. აი ესე.
12 და 80 არის კარფუში. ხო იცით მე ისე მიყვარს, აი ამ ფასად მე არ ვიცი რა შეიძლება იყიდო და მოამზადო უფრო უკეთესი. არ ვიცი. თან გაუყინავია. რა ვიცი მე. ესეთ ფასად ჯაპონიაში როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, აი. ჩემი უდიდესი სიყვარული ხორცი. საჭმელებიდან აი ვერი თუ გაუწევს ამას კონკურენციას ჩემთვის. ისიც ყოველდღიურობის თვალსაზრისით რომ ყოველდღე ხა ამას ვერ შევჭამ. კი მიყვარს ძალიან, მაგრამ არ მინდა ყოველდღე ნამდვილად. აი ყოველდღე მინდა. და მასე თორე სიყვარული შეიძლება ეს უფრო მაინც მეტად მიყვარდეს. მაგრამ ყოველდღიურობასაც ხო აქვს ეფექტი. რამდენ ყოველდღეში Dani saçaudabilirsin. Спасибо, что вот такое. И тоже как набивает, да, вот это смотрите. ფაქტიო და აღარ მაქვს. აი არაფერს არ ეყოფა ეს. ნახოთ იმედია რომ ეყოფა. ჩავთოთ ესე იგი ხორცი, ოღორი, 220. აჰა, 220. ზედა ქვედა და ანუ აეროგრილში არ ვწავ, იმიტომ რომ იქ 200-ზე მეტი არ ეტევა და 10 ჯერ არ მინდა შეწვა. ანუ 5 ცალი რო შევწვა. 5 ნაჭერი 3 ჯერ ჩავთო და მეზალები მიცურები. წავიდა გუმბალში და ახლა მიყავს და ვიხარ. ეს იმенно მინდა რომ შევდე.
გარეთ გავიტანო. აქ რო ჩამოკიდო ეს ბონი შეშაყოფს იქიდან. გარეთ გავიტანო. საჟიტი ეს შეჩაყოფს და ეს. ახლა გავიკეთებ ეს და მივატან ამ ორეოს პეჩენიას. Salami ძვირფასებო, ეს არის ჩემი წახემსება. სხვადასხვის შოკოლადიანი ძალიან კარგია და ასეთი ანუ მარწყვის ერთხელ მაგასინჯული, მაგრამ არ მახსოვს. ხო და აბა ეხლა გავსინჯოთ ერთად. ქარია, ქარი დავუჭერთ, იმიტომ რომ სახში ისეთი ხმაურია. რაღაცა ღია ფერია ძალიან. ბავშვობაში ასე ვინაკეთებდით, ვინ შლიდით და ისე ჭამდით. მე ვაფშე შლიდით და ისე ჭამდით. აიო. ირეჭით როგორ მოყავს. ერთი წამა. ხო, ჩემი პატარა გოგონა 5 წლის გახდება. არ მჯერა. არასწრაფად გადის ხალხოთ რომ უბრალოდ არ მჯერა. თითქოს გულში დაიბადა. ბონჩკა, შენ ამას ვერ გაჭმობისო, ბოდიში. ხორცი იწვება ხალხო. ხო და მე თითქმის უკვე დავლიე ყავა და მოვედი ახლა რომ დავიწყო ჩხილები, ჯერ ეს მეხუთე და მე აქეთ მექნება დარჩენილი, ჯერ უნდა მოვიხსნა. აი ეს ხმა რატომღაც ჩხილის ხმა იგონეთ, რომ ჩხილს ვედებოდი არა და არა ეგრე. რამხელა ფენაა ეს ისა. არა ქვია. მანიკური. ყველაზე მეტად მოხსნა მიჭირს ხოლმე ცერცითებზე, საკუთარ ხელზე. ვინც იკეთებთ თქვენც ეგრე ხართ? დაწერეთ აბა. ტომატო მევარას.
საშინელი მტვერი აქვს ხალხო. კატასტროფული. ის უნდა გამოვიწერო. თორე აი საშინელება. მოვედი. ჩემი საყვარელი საჭმლით მოვედი. ეხა შევწვი. ცხელია, დუღარე. ბონი აქ არის უკვე და უკვე ტირისთან. Oh my god. ასე. ერთხელ გავიგეთ უკვე. აქეთ ჯერ არ მაქვს. მე თვითონ რო ვიკეთებ, ნელ-ნელა. სახლის შესაბამისად, საქმეების შესაბამისად. ვიკეთებ ხოლმე ნელ-ნელა. ნახეთ. მე თვითონ საერთოდ იცი, ხორცი მოგცეთ. ცხიმი არა. ონცხელია. ცეცირს დავაგრებ რა გაცივდეს. ცხელია ხალხო. ეს არჩები ყველაზე საყვარელი საჭმელი.